ჩვენი გადამღები ჯგუფი საახალწლო ომის ვეტერანის ჯანდრი უბირიას ოჯახს ესტუმრა. ახალი წელი სიახლესთან, იმედებთან და მოლოდინებთან ასოცირდება. ყველა ცდილობს განსაკუთრებულად და სათანადოდ შეხვდეს შობა ახალ წელს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახალი წლის დღეებში აფხაზეთის ომის ვეტერან ჯანდრი უბირიას ოჯახს ესტუმრა. უბირიების ოჯახი დევნილობაში უკვე 24-ით ხვდება ახალ წელს. განსაკუთრებული ტრადიცია არ აქვთ გარდა იმისა, რომ ოჯახის თავკაცი ყოველ ახალ წელს საკუთარ ოჯახში ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად აღნიშნავს. ესეთი ერთგვარი ტრადიცია გვაქვს, რომ კი არის სხვადასხვა ადგილებში მოპატიჟებები რაღაცა, მაგრამ არა 31 და საერთოდ ახალი წელი ოჯახში შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად, უშუალოდ ოჯახთან ერთად უნდა შეხვდე. ტრადიციული რაც არის ჩვენი აფხაზეთის, ყველაფერი ტრადიციულად ბუნებრივია და მე აღმოსავლეთის ელემენტების ემატება ცოტათი ხოლმე. ასე ვარ მიჩვეული პატარაობიდან, რომ სულ მშობლებთან ერთად უნდა შეხვდე ახალ წელს. მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მე კი შეიძლება სადმე გახვიდე მეგობრებთან ერთად, იქ სტუმრად, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ახალი წელი უნდა გაატარო შენს ოჯახთან ერთად და შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჯანდრი უბირიას ოჯახი მეკვლეობის ტრადიციას დღემდე ინარჩუნებს, რაც ახალი წლის უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მის ოჯახში აფხაზეთში. ტრადიციულად მეკლე ვარ მე, როგორც ოჯახის უფროსი და ამართლებს ხოლმე. ძალიან ამართლებს. გულსფელად ეხლა კი შეიძლება რომ ნებისმიერი სხვაც მოვიდეს, არ ვარჩევთ, ვინც მოვა სტუმარი, ყველასთვის ჩვენი კარი ღია, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე რომ პირველი მაინც მე გავიდე და მე შემოვიდე ოჯახში, როგორც წესი და რიგია და ამას ვიცავთ ოღონდ, როგორც გითხარით, უკვე 15 იანვარს, ანუ ძველით ახალი წლის მეორე დღეს, როგორც აფხაზეთში კუჩხა. ჩვეულებრივად აი ასე ვიცავთ. დანდი ბატონო, მორდანდი. ტექსტი თქვი კაცო, ტექსტი. მალე. მოვიღეს და ზაღალე. მიუხედავად საახალწლო განწყობისა, ოჯახში საახალწლო სუფრასთან სადღეგრძელოები და მოგონებები აფხაზეთს უკავშირდება იმ განსხვავებით, რომ ახალი წლის დღეებში ნოსტალგიას იმედი სჭარბობს. საახალწლო განწყობა, საშობაო განწყობა ბუნებრივია ყველა ოჯახშია, მათ შორის ჩვენს ოჯახშიც, მაგრამ ჩვენ მაინც იქეთ ვართ აფხაზეთში, როდესაც საუბრობთ ყოველთვის ბრუნდებით აფხაზეთში და ვიხსენებთ რა იყო იქ, როგორ იყო. ახალი წლის შემოსვლის შემდეგ ჩვენთან სამეზობლოში იყო ესეთი მთელი სამეზობლო ჯერ ერთი მივიდოდა ოჯახში, მეორესთან, მესამესთან გადადიოდნენ და ერთმანეთის ოჯახებში დადიოდნენ ეს უფროსები, ეს გადმოეცა ჩვენს თაობას. და ჩვენ ვცდილობდით ახალგაზრდები ზუსტად ესე მოქცეული ვიყავით. სამწუხაროდ არა ვართ აფხაზეთში ისეთ ადამიანებს ვცდილობთ რომ მიულოცოთ ის მართლა გვიყვარს. სამწუხაროდ 24 წელია ჩვენ უკვე ვამბობთ რომ მომავალი წელი მიგველოცოს ერთმანეთისთვის იქ აფხაზეთში. არის სინანულიც, არის ბრაზიც ხანდახან ბუნებრივია. მაგრამ ღმერთმა ქნას და ვისაც ხელთეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ცოტათ მაინც მიგვაახლოს აფხაზეთთან და ეს ქვეყანა ყოფილიყოს ერთიანი ძლიერი. მთელ საქართველოშია სამწუხაროდ მიმოფანტული ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა და მინდა ყველას მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ ისინი არიან ძლიერები და დღესაც მიუხედავად ამდენი წლებისა და მოლოდინისა, რომ ჩვენ აფხაზეთში მალე დაბრუნდებით, მაინც უძლებენ და აკეთებენ ქართულ საქმეს, იქ სადაც მათ შეუძლიათ, თუნდაც ოჯახის ტრადიციების გაგრძელებით. ჩვენი სტუმრობისას სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად ჯანდრი უბირიამ მისთვის მტკივნეულ თემას აფხაზეთის ომს გვერდი ვერ აუარა. ომის ვეტერანმა, რომელმაც ჯანმრთელობა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შესწირა, ტრაგიკული დღეებიც გაიხსენა. ომი ნამდვილად არ გვინდოდა, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა, მე სამეზობლო მეგობრებმა, მთელმა საქართველომ თითქმის აიღო იარაღი იმისათვის, რომ დაეცვა სამშობლო. მე მოხდა ის, რაც მოხდა, ომს მოყვება იცით თქვენ 1000 უბედურება
მათ შორის მეც დავიჭერი, აფხაზეთის დაცემა მოხდა მე რო აქ ვიწეხი თბილისში ისე. დაბომბვის პერიოდში, როდესაც 93-ში განახდა ეს ყველაფერი, ზუსტად ორი დღის მერე ვუყურებ ტელევიზორში და დავინახე ჩემი ეზო. ანუ უკან დაეცა თურმე ბომბი ჩემს სახლში. ხა ცოტა ისე კი ვსაუბრობ, მაგრამ მაგ დროისთვის როცა არაფერი არ შეგიძლია ზიხარ ეტლზე უყურებ ამას, იცი რომ მთელი შენი ოჯახი იქ არის, სამეზობლო, სანათესაო და ნუ ბუნებრივია ეს ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ნუ უფლის წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი მერე დადგა თავის რიგში. მერე იყო სიდუხჭირე, დევნილობის მძიმე წლები, მეგობრებისა და ახლობლების მორალური მხარდაჭერა. ჯანდრი უბერიამ მალე მომავალი მეუღლის სოხუმელი ელისო ჭაჭუა გაიცნო და ქორწინებამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. ხდა ის რომ გადმოვედი თბილისში სასტუმრო აჭარაში, მთელ საქართველოს უჭირდა, მიუხედავად ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა მაშინ ყველაზე მთავარი, რასაც მე ბუნებრივია ჩემი მეგობრებიდან ვგრძნობდი და განსაკუთრებით მინდა გამოვყო გელა ჯობავა, ისიც ოჩამჭირელია, რომელიც შემთხვევით გავიცანი იქვე სასტუმრო აჭარაში. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე მაშინ ლიფტის პრობლემა, შუქის პრობლემა იყო და წამომიკიდებდა ესე ზურგზე, ჯერ ეტლს ჩაიტან და მერე მე ჩამიყვან და საღამოს სეირნობდით. მათ შორის თენგოშონია, ნუგზარშონია, ძალიან ბევრი ხა არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ყველა ცდილობდა რომ მარტო არ ყოფილიყავი, მივიხედავად აი ამ ყველაფრისა და ნუ აი იქ უკვე სასტუმროში გავიცანი ელისო, შეგვიყვარდა ერთმანეთი და 96 წლის მარტის თვეში მოხდა ჩვენი დაოჯახება და ამის მერე წავიდა ცხოვრება ცოტა უფრო სხვა მიმართულებით, უფრო იმედი მოგეცა ადამიანს, უფრო მეტი პასუხისგებლობაც არის, უფრო სხვანაირად უყურებ ბუნებრივია ყველაფერს და აი სიმართლე გითხრათ, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგანდი, კი მქონდა რაღაცა ის ბარიერივით. ბუნებრივია ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა თვითონ ელისომაც. მე მეამაყება რომ ასეთი მეუღლე მყავს გვერდში. როცა ეს სიტუაციაში ხარ, ყველაზე კარგად შეგიძლია ადამიანის გამოცნობა, რო უყურებ თვალებში, იქ მის გულში რას ფიქრობს, იმას ხედავ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პირველი მაგალითი, როდესაც საავადმყოფოში ვიწექი, ჩემთვის იყო მარესიევი, იყო ერთი მფრინავი, რომელმაც ორივე კიდური დაკარგა და მე თვითმფრინავზეც იფრინა, ეს მეორე მსოფლიო ომზე საუბარი, იმის მერე იცეკვა კიდევაც და სულ ვფიქრობდი ჩემში, ხო შეძლო ერთმა ადამიანმა, რატო არ უნდა შევძლო მე და იმიტომ კი არა, მე ესეთი მაგარი ვარ. უბრალოდ უფალმა მომცა იმის ზალა და მისი წყალობით და მისი ძალით მართლა ყველაფერი შევძელი მეტნაკლებად დავდექი ფეხზეც, ოჯახით შევქმნით და შეგვეძინა გოგო თამარი, შეგვეძინა 96-ში 25 ნოემბერს. გვაქვს ესეთი ბედნიერი ოჯახი, შემიძლია ვთქვა რომ, იმიტომ რომ მე ამაზე უკეთეს მართლა ვერ უსურვებდი ჩემ თავს, იმიტომ წარმოდგენილიც კი არ მქონდა, აი რაღაც ოცნებებშიც კი არ შემეძლო მეფიქრა, რომ ესე შეიძლება ცხოვრება გაგრძელდეს და განვითარდეს, ცოტა წინ წავიდეს და მე მინდა ყველას უსურვო მართლა რომ აი ეს სიყვარული და ეს უფლის წყალობა ყველას ქონოდეს და უფლის მიმართ ვიყოთ ისე, იმიტომ რომ ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმ სიკეთეს რასაც ჩვენ ვთესავთ, ეს აუცილებლად უბრუნდება ადამიანებს და იმიტომ კი არ ვაკეთებთ ეს სიკეთე, რომ ველოდოთ მის დაბრუნება. უბრალოდ უნდა ვთესოთ სიკეთე, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, თანადგომა აუცილებელია, მხარში დგომა აუცილებელია, იმიტომ რომ აი ერთმანეთის გატანა რომ არ ყოფილიყო ჩვენ დევნილ მოსახლეობაში, ძალიან ბევრს ბუნებრივია გაგვიჭირდებოდა.
მუშაობდა მეომართა კავშირში, ჯანდაცვის სამსახურში, ვეტერანთა საქმეებზე მომუშავე არაერთ დაწესებულებაში. ამჟამად ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეა და იმ ადამიანებს ემსახურება, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება მისი თანადგომა და მზრუნველობა. პრობლემები რაც ამ ვეტერანებს აქვს, ჩემთვის ახალი არც ერთი არ არის, იმიტომ წლების განმავლობაში ჩვენ მუშაობდით მაგ თემებზე და ვცდილობდით შესაბამისი კანონებით შეგვექმნა და არაერთი კანონი მაშინ შეიქმნა ჩვენთან ერთად, უშუალოდ ჩვენი მონაწილეობით, ჩვენთან დალხენილი ადამიანი ნაკლებად მოდის. ყველა მოდის სხვადასხვა პრობლემებით და ჩვენი სამსახური ვცდილობს მაქსიმალურად თავისი ბიუჯეტის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს. იქ არის სამედიცინო მომსახურების პროგრამა იყო უშუალოდ ჩვენ სამსახურში, ასევე იყო პროტეზირების პროგრამა, რასაც აფინანსებს, პლუს ამას იყო ცეგეპატიტის პროგრამა, იქ სადაც თანადაფინანსება იყო საჭირო, ჩვენი სამსახური მეტნაკლებად ხელს უწყობს და ვეტერანებს უხდის ამ თანხებს. მართლა გმირები არიან და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მიულოცავ ვეტერანებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრებს 2017 წელს ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება მოეტანოს მათი ოჯახებისთვის. მიუხედავად გადატანილისა და განცდილისა, აფხაზეთის ომის ვეტერანი ამბობს, რომ მას აფხაზებთან გასაყოფი არაფერი აქვს. ის დღესაც ურთიერთობს აფხაზებთან და მათი მხრიდან სინანულის გრძნობა კი შერიგების იმედს აძლევს. ჩვენ აფხაზების მიმართ რაღაცა ისეთი ზიზღი, ბრაზი განსაკუთრებული არა გვაქვს, ბუნებრივია. უბრალოდ ვიცით რომ ეს ყველაფერი გააკეთა მესამე ძალამ და სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ აი ამ ომის გარეშე ეს ყველაფერი მოგვარებულიყო. თუმცა დღესაც არის ურთიერთობები, მინდა გითხრათ, გადმოდიანი. გვაქვს ეს ურთიერთობა იმ ადამიანებსაც, სხვათა შორის, ვინც ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ვიყავით. მიულოცავ გულსფელად ინგურს გაღმამყოფ აფხაზებს, ქართველებს. მინდა უსურვო ბედნიერი შობა, ახალი წელი. გულსფელად მინდა უთხრა მათ, რომ არც მე და არც ის ჩემი სამეგობრო, ვისთანაც ხშირი შეხებება გვაქვს და ეს არ არის 1 და 2 და 100 ადამიანი არიან ძალიან ბევრი. ჩვენ მტრულად მათ მიმართ, აფხაზების მიმართ განწყობილი არა ვართ. კი, მოხდა, ეხლა ორ ძმას შორისაც ხდება ერთმანეთში გაურკვევლობა, მაგრამ დროა უკვე რომ ჩვენ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ის მწარე სიმართლე რაც სათქმელია, შეიძლება უთხრათ ერთმანეთს, მაგრამ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, ახალი წელია, სხვა გამოწვევებია, შვილები გვეძდება, ზოგ შვილიშვილები ეძდება და აი ეს ჩვენი რაღაც ტკივილი, ჩვენი ეს პრობლემები არ უნდა გადავცეთ მათ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაახლოვდნენ, იმიტომ რომ ხვალ თუ ზეგ ეს ქვეყანა მაინც იქნება ერთიანი, ყველამ უნდა ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ თავისუფალ საქართველოში და ამაში რაც მეტ დადებით წილს შევიტანთ ყველა, მეც, აფხაზიც, იქ ცხოვრები ქართველიც არა აქვს მნიშვნელობა. მხოლოდ სიყვარულიდან, მხოლოდ ურთიერთობით, მხოლოდ გაგებით და სწორი მიდგომით შეიძლება ყველა პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ეს მოგვარდეს და ის მიწა, ის წყალი, ის ქვა თუ ის მინდორი, ის ხო ჩვენია, ერთიანია, აფხაზისიც არის და ქართველისიც არის, იმიტომ რომ ასე ვიყავით, ერთად გავიზარდეთ და ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ღმერთმა ქნას რომ სულ მოკლე ხანში ყოფილიყოს ეს ყველაფერი.